სახელითა მამისათა, დაზისათა, დაწმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო დამდაძმანო, როგორც ჩამოლოცვაში აღნიშნეთ, დღეს არის დიდმოწამე, მე ვთვლი რომ დიდი მოწამეა, ეროვნებით სპარსის, ერსტატი მცხეთელის მარტვილობის ხსენების დღე, ანუ მისი მოწამეობას იხსენიებს დედა ეკლესია. თქვენთვის ალბათ უცხო არ არის, რომ საქართველოში ქრისტიანობის პირველი ბურჯები, პირველი ამხსარებლები, პირველი მოწამენი იყვნენ არა ქართველი მოწამეები, არა ქართველი ქრისტიანები, დაწყებული სიდონიადან და ასე შემდეგ. ანუ შუშანიკი, რაჟდენ პირველი მოწამე, ერსტატი მცხეთელი და აბო თბილელი. ეს ძალიან დიდი ქადაგებაა მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების. ეს არის ძალიან დიდი წყალობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არ არის ნაციონალური წარმონაქმნი, ეს არის ზენაციონალური. აქ შენ ქართველი ხარ, მე სპარსი ვარ, სომეხი, რუსი და ასე შემდეგ არ არსებობს. ყველას აქვს უფლება ეწამოს და დაიცვას ჭეშმარიტი ამხსარებლობა, ყველა შეუძლია გახდეს მართლმადიდებელი, ანუ ცხონების კარი არის ყველა ადამიანისთვის ღია. და როცა მეოთხე საუკუნეში უკვე საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია ხდება სახელმწიფო რელიგია, ანუ ფეხს იდგავს მართლმადიდებლობა საქართველოში, ანუ პირველები ხდებიან არა ქართველი მოსახლეობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები არ იყვნენ მარტვილები ან მოწამენი, მაგრამ უბრალოდ ჰაგიოგრაფებმა პირველ რიგში დააფიქსირეს არა ქართველი ადამიანების მარტვილობა, მარტირია, რამე თუ ეს ყოფილიყო ჩვენთვის გარკვეული სწავლება, რომ ჩვენს მათთვის მიგვებაძა. მეოთხე საუკუნეში ჩემო ძვირფასებო, როგორც სხვა საუკუნეებში, ასევე თანამედროვე რეალობაში, განსაკუთრებით საქართველო არის ორი დიდი ვეშაპის საასპარეზო ადგილი, ანუ ეგ ისპება ბიზანტია და ეგ ისპება სპარსეთი. ეს ერთი არის მართლმადიდებლური იმპერია, მეორეც, ასე თქვათ, გარკვეული პრეტენზიის მქონე იმპერია, დიდი ვეშაპი, ორივეს უნდა, ასე თქვათ, რომ იბატონოს საქართველოზე. მოგეხსენება ჩვენ ყოველთვის მართლმადიდებლური იმპერიების ხარეზე ვიყავით, დღესაც ასია, მაგრამ ჩვენ ვართ თავისუფლები და არც ერთი იმპერიის და ერთმორწმუნე მტრების შეგირდები არ ვიქნებით არასოდეს. იმიტომ რომ ქრისტემ ჩვენ გაგვანთავისუფლა, ჭეშმარიტებამ გაგვანთავისუფლა და მონება არც მართლმადიდებლური და არც არამართლმადიდებლური უნებრივია არ არის სწორი. და მეექვსე საუკუნეში მოგეხსენებათ, რომ ქართლი არის სპარსელების ხელში, სპარსი მარზპანები მართავენ ქართლს, მცხეთას და ჩვენი ქვეყანა არის მონობაში. თუმცა ქრისტიანობა მაინც ყვავის, ამ დროს ასურელი მამები შემოდიან საქართველოში და მოგეხსენებათ, რომ ასეთი სწავლება იყო, რომ ქრისტიანად შეიძლებოდა გამხდარი იყო ის პიროვნება, ვისი მამა, დედა ან თქვათ პაპა და ბებია იყო ქრისტიანი. ანუ წარმართს უფლება არ ჰქონდა გამხდარი იყო ქრისტიანი და განსაკუთრებით იმ პიროვნებას, ვინც დამპყრობელი რელიგიის მიმდევარი იყო. და ამ დროს მეექვსე საუკუნეში სპარსეთში ცხოვრობდა ერთ-ერთი დიდი გვარი შთაომავალი, ანუ სპარსეთში დიდგვაროვნები ძალიან ბევრი იყო და ერთ-ერთი გვარი იყო, თქვა საღვდელო გვარი, ჩვენ ენაზე გასაგები რომ იყოს მობიდანები, ანუ ზოროასტრები, ეს ცეცხლთაყვანისმცემლობა, მაზდიანობა, როგორც ჩვენთან იყო მაღალი სასულიერო პირების დასი და იყო დაბალი სასულიერო პირების დასი, ანუ მობიდანები იყვნენ როგორც ეპისკოპოსები და პიროვნებები ერქვათ, ესე თქვათ, შედარებით დაბალი დონის რანგის სასულიერო პირებს. და ერთ-ერთი მობიდანების, ანუ სასულიერო პირების საღვდელოთა გვარის წარმომადგენელი არის ერსტატი მცხეთელი, რომლის მამაც იყო მობიდანი, ანუ მაღალი იერარქიაში ბრძანდებოდა ის, მას დამთავრებული ჰქონდა სასულიერო სასწავლებელი. ეს არ იყო რაღაც რიგითი სასწავლებელი, იქ ისწავლებოდა ავესტა, როგორც ჩვენთან სასულიერო აკადემიაში ბიბლია ისწავლება, მათთვის არის ავესტა, ანუ ეს წმინდა წიგნია და იქ ასწავლიდნენ რომიდან და საბერძნეთიდან გამოქცეული წარმართი ფილოსოფოსები. ეს ხელსწამოსაკრავი ხალხი არ არის, ისწავლებოდა პლატონიზმი, ნეოპლატონიზმი, ისწავლებოდა ლოგიკა, ასტრონომია, ასტროლოგია და სხვა ის საგნები, რომელიც ასე თქვა წარმართობაში იყო აყვავების გზაზე. ისწავლებოდა ზადენ ავესტაც, ანუ კომენტარებით ასე თქვა ავესტა, ანუ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ერსტატი მცხეთელი მომავალი მობიდანია, ანუ მომავალი ეპისკოპოსია თავისი რელიგიის და მას დიდი მომავალი ელოდება. და აი ასეთი პიროვნება, როგორც აბრაამი მოდის ქალდეველთა ულიდან
პალესტინაში, ასე გამოემართება მეორე სამშობლოში საქართველოში და ის ცხოვრობს მცხეთაში. პირველი ქადაგება მის მიმართ წარმოსთქვა სამუელ არქიდიაკონმა, რომელიც შემდგომში ხდება ქართლის კათოლიკოსი სამუელი და უკვე ხდება არაფარული ქრისტიანი, არამედ უკვე აშკარად ამაყად ქადაგებს ასეთი პიროვნება, როგორც იყო ესეთი მცხეთელი, დაგმობს თავის, ესე ვთქვათ, თაყვანისმცემლობას, თავის წარმართობას და ხდება მართლმადიდებელი ქრისტიანი და ის საქართველოში, ასე ვთქვათ, თავის თანამემამულეებს ასწავლის თუ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა და რა არის მართლმადიდებლობა. ბუნებრივია, ეს მდგომარეობა არ გამოეპარებოდა, ასე ვთქვათ, ქართლის მარზპანს, მას შეიპყრობენ როგორც პირუტყვს და დაუწყებენ წამებას. მასთან ერთად კიდე რამოდენიმე სპარსელს შეიპყრობენ, ისინი ვერ გაუძლებენ ამ წამებას და დაგმობენ ქრისტეს, ისინი განთავისუფლებული იქნებიან, მაგრამ ესეთი მცხეთელი ერთგულად არის ვთქვათ ნაწამები, ღვთისწყალობით ეს მარზპანი გაწვეული იქნება სპარსეთში და დროებით შეწყდება მისი წამება, ასე ვთქვათ, გახარებული ესეთი უფრო დიდი სიხარული და დიდი სარწმუნოებით ქადაგებს სარწმუნოებას თავის თანამემამულეებში და ეს დიდხანს არ დასცალდება მას, მალე ჩამოდის სხვა ახალი მართველი სპარსელების და განსაკუთრებულად აწამებენ ესეთი მცხეთელს, მას ჩუმად თავს მოკვეთავენ. ჩუმად იმიტომ, რომ ხალხის ღელვარებისა ეშინიათ, რომ ისმა მოწამეობამ არ გამოიწვიოს დიდი გამოხმაურება მორწმუნე საზოგადოებაში. ეს მოგეხსენებათ, რომ სანამ ადამიანის მკვლელობა აღესრულებოდა, მანამდე ხდებოდა მისი განსაკუთრებული დასჯა, რომ ყველას დაენახა, როგორ ეწამება პიროვნება, ვინც თავის სარწმუნოებას ღალატობს. ეს ძალიან დიდი მოვლენაა ჩემო ძვირფასებო და ასეთი მოვლენებით სავსეა დედა ეკლესიის ისტორია, მაგრამ მე დღეს ამაზე სულაც არ მინდა გესაუბროთ, იმიტომ რომ ამით ახალს მე ვერაფერს ვერ გვეტყვით, მე პირიქით, როცა ვკითხულობდი გუშინ საღამოს ამ დიდი მოწამის ისტორიას, დამაფიქრა ქართველი ერის ისტორია და ქართველი მართლმადიდებლების ისტორია. იყო ასეა და ასე ხდება კიდე სამწუხაროდ, რომ ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი მონათლული მართლმადიდებლად პირიქით ხდება იეჰოვას მოწმე, ხდება სექტანტი, მწვალებელი და ასე შემდეგ. აი როცა მე მოვდივარ წირვაზე ვხედავ იეჰოვას მოწმეები როგორ მიდიან თავიანთ საკერპოში და როგორი გაბრწყინებული სახეებით ქადაგებენ გასტუკიანი იეჰოვას მოწმეები. და გეტყვით მეცად თანამედროვე რეალობას, რომ რამოდენიმე თვის წინ ქართველმა პროფესორმა გინეკოლოგმა გვარად მაყაშვილმა ეს ბედის ირონიაა, ჩემო ძვირფასებო, ისლამი მიიღო. მართლმადიდებლობა უარყო და ისლამი მიიღო. ამაზე დუმს ყველა, არც ეკლესია იღებს ხმას და არც პრესა და არც ტელევიზია. ეს საკითხი მე არ ვიცახი, რომ მას თავი უნდა მოვაჭრათ და ვაწამოთ. ეს ჩვენგან შორს არის, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ 21 საუკუნის პროფესორი როგორ ხდება იმ დროს, როცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გახლავდა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, შედლების დაგვართ ეკლესია აყვავების ხანაშია, ამდენი ეპისკოპოსი, ამდენი მოძღვარი, ამასეთი ქადაგება, ტელევიზია, პრესა, ყველა ჩართულია ქადაგებაში და აი ამ დროს ადამიანი იღებს ისლამს. ამდენი იეჰოვას მოწმე, ამდენი ასე ვთქვათ, გონება შეზღუდული ადამიანი. ეს ძალიან დამაფიქრე ამათ. იცით რომ მე ხშირად ხან ტელევიზიით, ხან პრესით ამბიონიდან არ ვიშურებ თქვენთვის მარგალიტებს, რაც ღმერთმა მომცა და წმინდა მამებმა გვიანდერძეს, მაგრამ ამან ძალიან დამაფიქრა მე. ძალიან დამაფიქრა, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ასეთი რამე მოხდეს. აქედან გამომდინარე ეს რეალობაა და ღმერთმა დაგვანახა ის, რომ თქვენ სულაც არ ახართ კარგი მქადაგებლები, სულაც არ ახართ კარგი ქრისტიანები. ყველაფერი არის ხიბლის მდგომარეობაში და ჩვენ განსაკუთრებით მართლმადიდებლებმა ღვთლებმა უნდა გავაძლიეროთ ლოცვა. გავაძლიეროთ ქადაგება, რომ კიდე ხვალ ვიღაც არ გახდეს ისლამის, ასე ვთქვათ, მიმდევარი. აი წარმოვიდგინეთ, რომ ვიღაც ისლამის მიმდევარი მოიხიბლა მართლმადიდებლობით და უნდა გახდეს მართლმადიდებელი და გაიგო, რომ ვიღაც მართლმადიდებელი ხდება პირიქით ისლამის მიმდევარი. დამთავრდა მისი სწრაფვა ჭეშმარიტებისგან. აი თქვენ გუშინ ვინც ლოცვაზე იყავით, ნახეთ, რომ მართლმადიდებელი იაპონელი იყო მოსული ჩემთან. ვერ აღგიწევთ ჩემს სიხარულს, გუში რაც მე განვიცადე ამ ადამიანის მიმართ. მოვიდა მორჩილად, დამიხარა თავი, ჩამეხუტა, კურთხევა აიღო და გასაოცარი სითბო და სიყვარული ვიგზენი ამ იაპონელის გვარ, სახელად ქვია სოლომონი. იაპონიაში სოლომონი არავის არ ქვია, დარწმუნებული ვარ. მაგრამ მას ნათლობის სახელი დაარქვეს სოლომონი. რატო? რომ ეს მან სოლომონის სიბრძნით იქადაგოს მართლმადიდებლობა წარმართულ იაპონიაში.
და ძალიან საინტერესოა და დაემთხვა ევსტატი მცხეთელის მე გულში გავიფიქრე შენ სოლომონი კი არა ევსტატი უნდა გერქვას მეთქი წარმოვიდგინე იაპონიიდან ჩემო ძვირფასებო საქართველოში როგორი სიხარული ჩამოდის ადამიანი რომ მიიღოს მართლმადიდებლობა შეიძლება იაპონიაში მოინათლოს უკვე აღარ მიკითხია და მოდის და ჩვენ ქართველებს გაჩვენებს რა არის სითბო და რა არის სიყვარული და ამ დროს ქართველები ხდებიან იეჰოვას მოწმეები, სექტანტები, ბაპტისტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა, ჩემო ძვირფასებო, და ამაზე ნამდვილად ღირის დაფიქრება. და დღევანდელი ხადაგებაც ცოდნა არ ცოდნაზე მოვამზადე, რომ ვინც რამე ვიცით, კარგად ვნახოთ, ვიცით თუ არ ვიცით. და თუ ხარ მართლმადიდებელი, რამდენად იცი რა არის მართლმადიდებლობა, რამდენად იცი რას გასწავლის ეკლესია, რამდენად იცი ვინ ხარ და რა გევალება. რამდენად იცი სად უნდა მოხდეს შენი სული, საიდან მოდის შენი წინაპრები, რას გასწავლის ეკლესია და რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. ეს ძალიან მასშტაბური თემებია, მაგრამ მე ძალიან მარტივად მინდა დღეს რაღაც თითქოს გარკვეული მცირე სწავლება ჩაგიტაროთ. მცირე იმიტომ რომ რევლის უმრავლესობა არ ბრძანდება ეკლესიაში და მე სხვა გარკვეული ქადაგებები მაქვს მომზადებული მათთვის, თუმცა დაბრუნდებიან ისინი სექტემბერში უფრო მასშტაბური იქნება, მაგრამ ეს მაინც დღეს მინდა რომ განსაკუთრებით რადგანაც ასეთი დიდი წმინდანის ხსენებაა და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სულიერება მოჩვენებითად აღმავლობის პერიოდშია და ამ დროს ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, აღარ გავიმეორებ ამ მოვლენას ასე აღესრულება და თქვათ იაპონელები მოდიან და იაპონელი ადამიანი მაჩვენებს სითბოს და სიყვარულს, მინდა რომ კიდევ ერთხელ კარგად გადავავლოთ თვალი ჩვენ ცოდნა უმეცრებას, რა ვიცით, რა არ ვიცით, ამ მდგომარეობაში ვართ და აქედან გამომდინარე მე მგონი თქვენ მიხვდებით რომ რას შორს არის ჩვენი ცნობიერება ჭეშმარიტებისაგან, ჭეშმარიტი ცოდნისაგან და ასე შემდეგ. ეს არ არის საეკლესიო სწავლება, მაგრამ მოგეხსენებათ რომ ყოველივე სიბრძნე არის ზეციდან გარდამომავალი მამისაგან. არანაირი სიბრძნე არ შეიძლება იყოს ბუდიზმში, თქვა, სხვა რელიგიებში, ყველაფერი ჩემო ძვირფასებო მოდის ღმერთისგან. და ყველა რელიგიამ რაღაც გარკვეული სწავლება მიითვისა, მაგრამ სრული სისავსით საფრთხო სიბრძნე არის იესო ქრისტეში. ცხონების სრული გზა არის იესო ქრისტეში, მაგრამ გარკვეული მარცვლები საერო ფილოსოფიაშიც არსებობს, ანტიკურ ფილოსოფიაშიც არსებობს, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ცხონება ხოთ მართლმადიდებელ ეკლესიაში არის სრული სისავსით იესო ქრისტედან ასწავლები დედა ეკლესიაში. აი პირველი ესეთი საინტერესო სწავლება ძალიან მარტივია და გთხოვ დაიმახსოვროთ ის ვინც არ იცის და არ იცის რომ არ იცის ბრიყვია და მოერიდე მას. კარგად დაიმახსოვრეთ. ის ვინც არ იცის. ასეთი ადამიანები ძალიან ბევრია მოგხსენებათ და იცის რომ არ იცის. ანუ არც იცის, იცის რომ არ იცის და არც არაფერს სწავლა არ უნდა მას. ანუ მოერიდეთ მას. ამის შესახებ ეკლესია ხადაგებს რომ ძაღლებს და ღორებს, მარგალეტებს ნუ გადაუყრეთ. მათ არ იციან, არც უნდათ და რომც უთხრა რამე მაინც ვერ გაიგებენ. ეს გარკვევით არის ნათქვამის სახარებაში. არ შეიძლება რომ ყველას დაუყარო მარგალეტები, თუმცა ვართა და ნეხვთა მზე ერთნაირად მოეფინების, როგორც რუსთაველი ბრძანებს, მაგრამ ვის უნდა და ვის არ უნდა რომ მიიღოს. ასეთი სწავლება აქვს ეკლესიას, რომ თვითონ ეშმაკშიც არის გარკვეული ცოდნა. ეშმაკი არის შედარებული ქვას, რომელიც გდია მზეზე. გარედან თბება მზის შუქით, სხივებით, მაგრამ შიგ ქვაში სიბნელია. ასე არის ეშმაკიც, ასე არის ბევრი უმეცარი. ამდენი ქადაგება, რამდენი სწავლება, რამდენი წიგნი გამოდის, წარმოვიდგინეთ ბიბლიები დარიგდა გაზეთებთან ერთად. ნებისმიერ ჯიხურში იყიდება ბიბლია. ბევრმა იყიდა, მაგრამ შემოდო ცელოფანში გახვეული თაროზე. არც კი გადაუშლიათ. მე რო შევდივარ სახლის კურთხევაზე, ვეძებ ხატების კუთხეს. ყველაფერი იდეალურია, მაგრამ გადაშლილიც კი არ არის ბიბლია, გადაშლილი არ არის ლოცვანი, მაგრამ ძვირფასი ხატები კი არის დავზანებული, ძვირფასი წიგნები ფერების მიხედვით. მაგრამ არავინ არ კითხულობს ამადა, რომ უთხრა რომ მათხოვე ან წავიკითხავ, შეიძლება სახელიდან გამოგაგდონ ამის გულისთვის. ანუ რაში გჭირდებათ ის ბიბლია, ის წიგნები, ის ხატების კუთხე სახში, თუ არ კითხულობ, თუ არ ლოცულობ და თუ არ იღებ ცოდნას. ანუ იცი რომ არაფერი არ იცი, არც გჭირდება და ასეთ ადამიანებს უნდა მოვერიდოთ. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, მაგრამ თუ არ ჭირდება მას და არ უნდა, მე არა ვარ რომელიმე სექტის მიმდევარი, რომ ძალად შევიჭრა სახში, გავაჩერო ადამიანი და ტვინი გაუბურღო, რაც მას არ ჭირდება, იმიტომ რომ მე ვერ გადაუყრი მარგალიტებს ყველას და არ არის ყველასთვის სიბრძნე. სიბრძნე არის იმ ხალხის, ვინც ეძებს მას და ვინც რეკავს გაეღება და ვინც ეძებს ის იპოვნის. დაიმახსოვრეთ კარგად, ცოტა უცნაური შეიძლება იყოს, მაგრამ ის ბრიყვიაო და მოერიდე მას, ანუ ბრიყვია, ვისაც ეს არ ჭირდება.
მეორე შედარებით უფრო საინტერესო სწავლება ეს არის ის მდგომარეობა ის ვინც არ იცის და იცის რომ არ იცის გულმართალია და ასწავლე მას. ანუ ადამიანი მოვიდა და აცხადებს რომ ვიცი რომ არ ვიცი და მინდა რომ ვისწავლო. ის არის გულმართალი, მას არ ცხვენია რომ თქვა სიმართლე, რომ უმეცარია, ეს არის პირველი საფეხური და ადამიანი იწყებს სწავლებას. ანუ აღიარებს, იმას კი არ იძახის რომ 10 წელია ეკლესიაში დავდივარ, 20 წელია და ამდენჯერა ვარ ნაზიარები და იმდენჯერ. არა, ამბობს რომ მამაო, რაც მე წიგნებს ვკითხულობ ბიბლიას და საეკლესიო სწავლებებს, ვხვდები რა უმეცარი ვარ ყოველ დღე და აქედან გამომდინარე მას სწავლე და რა თქმა უნდა ეს არის გულმართალი მდგომარეობა, გული და არა სული, გულმართალი, რომ ადამიანი გულწრფეა. ძალიან ხშირად აი თქვენ ბევრ რაღაცაში ვერ ერკვევით და გერიდებათ ხოლმე რომ თქვათ. აი ქადაგება მაგალითად ბევრი რამე ვიცი რომ არ გესმით, მაგრამ არ მეუბნებით რომ აი მამაო თქვენ რომ იქადაგეთ მე ვერ გავიგე. რატო იცით ამ პარტავნები ხართ და გერიდებათ რომ თქვათ რომ აი მე ეს ვერ გავიგე და როგორ შეიძლება რომ ვერ გავიგო? რატო არ შეიძლება რომ ვერ გაიგო? რატო არ შეიძლება რომ არ იცოთ? თუმცა კი ქართველები ვართ ძალიან განათლებული ვართ ბრჭყალებში, ყველაფერი ვიცით, რომელი კონტინენტზე რამდენი მოსახლეობა, რომელი ფეხბურთელთა, ასე ვთქვათ, გუნდში რამდენი ლეგიონერი თამაშობს, ვინ რამდენი ბურთი გაიტანა და მოკლედ ასე ნებისმიერი ახალი მანქანა რა მოცულობისა და როგორი ვთქვათ, სიძლიერის ძრავი უყენია, ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ სარწმუნოების სიმბოლო არ ვიცით. ამაო ჩვენო არ ვიცით ზეპირად, პიჯის გადაწერა არ ვიცით სწორად. ეს არის ჩვენი უმეცრება, ჩემო ძვირფასებო და ნუ გერიდებათ ყოველთვის, იყავით მოწაფეს ჩინით და ეძებეთ მასწავლებელი. მე რომ თქვენთვის მარგალიტებს ვეძებ, როგორც ადრე გითხარით, იმიტომ კი არ ვეძებ რომ მე თქვენ გასწავლ, ჯერ მინდა რომ მე ვისწავლო, იმიტომ რომ მეც ბევრი რამე არ ვიცი და როცა მე ვიგებ ამას, მე თქვენ, ასე ვთქვათ, თქვენ გადმოგცემთ და თქვენ ეს უნდა მოიცოხნოთ. მე უნდა მოვიწველო, თქვენ უნდა მოიცოხნოთ თქვენი კვირის განმავლობაში და რომ გაგითავდებათ მე საკვები, უნდა გამოიქცე ეკლესიაში, ნეტა ეხლა მამაოები რაზე იქადაგებენ დღეს. ან მამაო, რამე ახალი წიგნი ხო არ გამოვიდა, რომ წავიკითხო. ახალი სერიალი კი არ დაიწყო. ახალი წიგნი ხო არ გამოვიდა, რომ წავიკითხო, რომ ესეთი ვთქვათ, ბეყი აღარ ვიყო, როგორც აქამდე ვიყავ, იმიტომ რომ ჩვენი მტერი, ჩემო ძვირფასებო, აღარ მოდის უკვე მორკალური ხმლებით, მოდის იდეოლოგიით, მოდის სექტით, მოდის მწვალებლობით, მოდის ასეთი რაღაც გარკვეული სწავლებებით, რომელიც ძალიან შენიღბულია. სულ სხვა სახელი ქვია, მაგრამ არის ეონტოლოგიის სექტა, თქვა. სულ სხვა რაღაცა ქვია და ამ დროს არის სივერაგე, სიბილწე და ყოველგვარი უმსგავსოება, რაც დღეს შემოვიდა საქართველოში უხვად. აი თქვენ ძალიან ხშირად გიყვართ ხოლმე ქართველობით ამაყობა და მეც მიყვარს და რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, მაგრამ თუ ქართველი ხარ და მართლმადებელი ხარ, ამაყი კი არ უნდა იყო, უნდა მადლიერი იყო ღმერთის. ღმერთმა შენ საქართველოში მოგავლინა, მოგცა ჯული დაბადებიდანვე და ამას გაფრთხილდება ჭირდება. მოგეხსენებათ რომ ლევან სანიკიძემ ცნობილი წიგნი გამოსცა, ძალიან საინტერესოა, სიქველე და სირცხვილი ქართველების, 300 სირცხვილი და 300 რაღაც სიქველია, მაგრამ მე მგონი ჩვენი ისტორიკოსი ძალიან შეცდა, იმიტომ რომ 300 სირცხვილი კი არა, ჩემო ძვირფასებო, 3300 სირცხვილი არის საქართველოში. ეთქვა იმას შევეცოდეთ და ყველაფერი მაინც კომუნისტი მწერალი იყო და ყველაფერი არ გვითხრა და მე არავისი არ მეშინია, კომუნისტი მღვდელი არა ვარ და არც ნაცმოძრაობის მღვდელი ვარ და არც მეოცნებე მღვდელი ვარ. და სიმართლე უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამეა ჩვენში სამარცხვინო, როგორც ეკლესიაში, ასევე ერში. ეს უნდა ვიცოდეთ, ჩემო ძვირფასებო, ეს სამარცხვინოა. და თუ ამას არ მიხვდები და ამ ცოდნას არ ჩაწვდები და გეგონება რომ ყველაფერი კარგად იყო წარსულში, ასევე მოტყუებული იქნები აწყოში და ასევე მოტყუებული იქნები კიდე მომავალში. ანუ რეალურად უნდა შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას და მივხვდეთ იმას, რომ არაერთ გზის მოგვატყუეს, არაერთ გზის გვატყუებენ და თუ ესეთი პირდაღებულები და უმეცრები ვიქნები, კიდევ ერთხელ მოგვატყუებენ ქართველ ერს. აღარ მინდა ვინმეს გული გატკინოთ, არ დავკონკრეტები, მაგრამ ეს აი ამ ციცრუებს და აი ამ გარკვეულ სამარცხვინო მდგომარეობას მე თანათანობით ქადაგებებში გადმოგცემთ. და ეს ცოტა შეიძლება იყოს გულსატკენი, მაგრამ ჯობია გეტკინოს ახლა და მიხვდე რომ სნეულებაში ხარ და რომ მოტყუებული ხარ და ბევრი სამარცხვინო ლაქაა ჩვენს ისტორიაში და ჩვენს ეკლესიაში სამწუხაროდ და გამოვასწოროთ, ვიდრე მე კამერები მოგვიშვირონ და აი აჩვენონ რომელიღაც გარკვეულ ტელეკომპანიებზე, რომ აი ღვთელი როგორ იქცევა, მრევლი როგორ იქცევა და ასე შემდეგ. ძალიან დამაფიქრა იმ მდგომარეობამ, ჩემო ძვირფასებო, რომ თანამედროვე მართლმადიდებელი ეპისკოპოსები როგორ იქცევიან და ფასულურო პირები როგორ იქცევიან. წარმოვიდგინეთ ეს მაზდიანი
ევსტატი ხდება მართლმადიდებელი და მიტროპოლიტი თქვა, დეკანოზი ან რომელიმე წარჩინებული პირი, ასე თქვა, ან რომელიმე მართლმადებელი ქრისტიანი კრეხელობას ჩადის. სიძვაშია, ქურდობაშია, ყაჩაღობაშია, სისულელეს ქადაგებს, არ უყვარს საქართველო, ეჭვქვეშ აყენებს გარკვეული წმინდანების სიწმინდეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უარესია ვიდრე იეღოვას მოწმეობა, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ იეღოველი ვიცი ვინც არის და რა სისულელეს ქადაგებს, მაგრამ ის ვინც შენაირად არის შემოსილი, მიტრა ადგია თავზე, გაბწყინებული პანაღიები და ჯვრები უკეთია და სისულელეებს კი არა, კრეხელობას ქადაგებენ და კრეხელობას აკეთებენ, აი ეს ხალხი უნდა ვამხილოთ. ეს ცუდი კი არ არის მხილება, სანამ ჯოჯოხეთში აახელს თვალებს, მანამდე უნდა დაისაჯოს. კი არ უნდა გააძევო, უნდა დაისაჯოს, უნდა შეინანოს, პენსიაზე უნდა გაუშვა, უნდა ილოცო მასზე, რომ მისი სული გადარჩეს, რომ ერი არ გაირყვნას ბოლომდე, ჩემო კარგებო. ამის მაგალითები ძალიან ბევრია. იყო ნაციონალური მოძრაობა და გარკვეული ეპისკოპოსები და მღვდლები, ესე ხუთიანები დარბოდნენ წითელი ხაზებით, ეხლა არის ლურჯი მაიკები დარბიან და თქვათ მეოცნებობაში არიან მიტროპოლიტები და მღვდლები და მრევლი. ეს არის ჩვენი უმეცრების ნიშანი, ჩემო კარგებო. როგორ შეიძლება თქვათ ამ მასონურ წარმონაქმნებს, გინდა ნაცმოძრაობა ის როზენკრეიცერთა წითელი ჯვრების და ვარდების თქვათ მიმდევარი იყო, ან გაუკვირდი ელემენტარულად ოცნება შეიძლება რომ მართლმადიდებელს მოწონდეს, რა თქმა უნდა არა. მეოცნებეობა ეს არის ეშმაკის ყველაზე დაბალი ფორმის იარაღი და ფაქტის ახეზია რომ ქართველ ერმა კიდევ ერთხი მარცხი და ესე თქვა უმეცრება საკუთარ თავზე გამოსცადა და სანამ კიდევ ვიღაცები გამოჩნდებიან ჭრეჭრელი მაიკებით, ჩემო ძვირფასებო და რაღაცა უაზრო ლოზუნგებით მიხვდით რომ ჩვენი მთავარი ღირსება არის მართლმადიდებლობა, ქართველობა, ეროვნულობა და სანამ არ მოვა ეროვნული მთავრობა არა ნაცმოძრაობა, ეს ნაცმოძრაობას ეროვნული მოძრაობას ნიშნავს, მაგრამ ეს ნაცმოძრაობა ეროვნული მოძრაობა არა. ეროვნული მოძრაობა არის ის მოძრაობა, რომელიც იქნება ეკლესიის წიაღში დაბადებული, ესეთი სრულმოძღვრები რო ყავს, ისე კი არა, რა თქვა, გარკვეული მიტროპოლიტების სულიერი შვილები რო არიან და ეპისკოპოსების და რაღაცა, ეს არა. დროს ტკივათ ერის წყლული და მართლა პატრიოტები და ეროვნულები რო არიან და არც ოკეანის გაღმა რო იმართებიან და არც ერთმორწმუნე მტრებისგან რომ არ იქნებიან გამოგზავნილები. ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს, როგორც წმინდა ელია მართალი ბრძანებდა და ამისი ათელი მაგალითი არის იგივე იაპონია. ხო, იაპონია მე მგონი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არავის არ ეგებება ფეხქვეშ და არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რამდენჯერმე დაინგრა, ასე თქვა, რამდენ განადგურდა, მაგრამ ისინი კვლავ ფეხზე დგანან. მე იმედი მაქვს, რომ აი ეს სოლომონი როგორში მოვიდა მართლმადებელი იაპონელი, ძალიან ბევრი იაპონელი გახდება მერე მართლმადებელი ქრისტიანი და ბევრი ქართველი, როგორც აღნიშნე, აგერ მუსლიმანი გახდა და შეიძლება კიდე ჯვარი წერიას უყოლას, ბევრი კიდევ გახდეს, ასე თქვა, რომელიმე სექტის წევრი. ანუ დაზღვეულები აქედან არავინ არა ვართ და ძალიან მთხილად უნდა ვიყოთ, რომ ეს ყველაფერი ვაღიაროთ, რომ უმეცრებაში ვართ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მესამე მდგომარეობა ეს არის ვინც იცის და არ იცის რომ იცის, მას ზინავს. ესეთებით სამწუხაროდ ბევრი არიან. ღმერთმა ტალანტები მისცა, ღმერთმა მისცა კარგი განათლებული მოძღვარი, განათლებული მშობლები, პაპაბებიები, ყველაფერი იცის ძალიან ბევრი რამე, მაგრამ ასე ვთქვათ, არ იცის რომ იცის. ანუ ამ ყველაფერს გადააყარა ბალახების ზევიდან, მიჩქმალა და აი ამ ტალანტებს მიწაში ინახავს, ღმერთი რომ მოვა ეთქვის რომ აი მე ქართველი ვიყავი, მართლმადიდებელი ვიყავი და რაც მომეცი არაფერი არ მიმიმატებია, აი ყველაფერი უკან წაიღე და ის მოისმენს, მერე უფლისგან რომ შენ უგუნო რომ მონავ, მე 5 ტალანტი იმიტომ მოგეცი რომ კიდე 5 მიგემატებინა მისთვის. ანუ როცა იცი, ანუ ის კი არ იცი თქვა ყველაფერი რომ იცი, არამედ იცი რომ მართლმადიდებელი ხარ, იცი რომ ქართველი ხარ, იცი რომ შოთა რუსთაველი ყავდა, იცი რომ წმინდა ელია მართალი ყავდა, იცი რომ ამხელა სიბძნეა ჩვენი ერის ისტორიაში, აი ეს ყველაფერი იცი სამწუხაროდ, მაგრამ გძინავს და ილია მართალი ასე ამხილებდა ჩვენს ქვეყანას, რომ სულ ძილი, როცა გვეღისოს ჩვენ გავღვიძება. უნდა გავაღვიძოთ, ჩემო ძვირფასებო, ერთმანეთი, რითი უნდა გავაღვიძოთ, ჯვრით უნდა გავაღვიძოთ, წირვალოცვით, მუჯლუგუნით შეიძლება წაკრა ადამიანს, რომ გაიღვიძეთ, თორე წინ ხრამია და ჩავარდები, როგორც წმინდა ელია მართალი გვაღვიძებდა, მაგრამ ვერ გაგვაღვიძა, პირიქით ის დავაძინეთ და გამოვასალმეთ ამ წამწუთის სოფელს. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, საინტერესო რომ ისინი ვინც იცით, მაგრამ არ გინდათ რომ დაიჯეროთ რომ რაღაცა იცით, აუცილებლად უნდა გაიღვიძოთ. ასე წერია ახალ აღთქმაში, რომ გაიღვიძე მძინარე, იმიტომ რომ ნათელი მოვიდა ამ სოფლად. იესო ქრისტე არის ნათელი სოფლისა და თუ შენ გძინავ
ძილში გარდაიცვლები და ძილში გახვალ უკვე ამ სოფლიდან და მერე უკვე არაფერი აღარ გეშველებოდა რომ გაახიათ თვალებს იმ დიდარივით აღმოჩნდები მერე უკვე ჯოჯოხეთის წიაღში და იქიდან უკვე ვერ გამოხვალ რამე თუ იქნება იქ მარადიული ღრჭენა კბილთა და მეოთხე მდგომარეობა ეს არის ძალიან საინტერესო და არ შეგეშალოთ არ გეგონოთ რომ ეს თქვენ ახართ ვინც იცის და იცის რომ იცის ბრძენია და მისდიე მას რა თქმა უნდა არც მე არა ვარ ეს არც რომელიმე ცოცხალი ადამიანი ეკლესიამ იცის და იცის რომ იცის და მივდიოთ მას ეკლესიურ სწავლებას პავლე მოციქულს იოანე ოქროპირს ბასილი დიდს მათ იციან და იციან რომ იციან და ეს ყველაფერი გადმოცემულია დედა ეკლესიის წიაღში და მივსდიოთ მას და მე ყოველთვის გირჩევთ ხოლმე და ყოველთვის გეუბნებით რომ ჩვენ არაფერი არ ვიცით მაგრამ ეკლესიამ ყველაფერი იცის ეკლესია მისტიური სხეულია იესო ქრისტესი ღმერთმა ყველაფერი იცის და რადგანაც ღმერთმა ყველაფერი იცის და მას ვერ ხედავ შენ ღმერთმა ეს ყველაფერი შენ გადმოგცა მოციქულთა სწავლებაში სამოციქულო ეკლესიის წიაღში დაუნჯებულია გადმოცემულია დაღეჭილია გაშალაშინებულია და აი ჩვენი ერის თავარი ღირსება მე არ ვიცი თქვენ გაიზიარებთ თუ არა მას მაგრამ ჩვენი ერის თავარი ღირსება ის არის და შემიძლია პირჯვარი გამოვისახო და ნებისმიერ სხვა ეროვნების მართლმადიდებელს დაუმტკიცო რომ ჩვენ რაკი ერთხელ გვიცნობიეს მართლმადიდებლობა არ გვიღალატია არასოდეს აი ჩვენი ერის თავარი ღირსება რა არის რომ ქართველი ერეტიკოსები არ არსებობდნენ ანუ არც ერთი ერესი არ წარმოშობილა საქართველოში ეს ძალიან დიდი წყალობა ღვთის ანუ გვასწრებდნენ ყოველთვის რუსები და თქვათ ევროპელები და ასე შემდეგ აი ამაში მართლა მოვიკოჭლებთ არა ვართ ყველაფერში პირველები და მადლობა ღმერთს რომ აი ამაში პირველები ნამდვილად არა ვართ და არც გამყოფოს ღმერთმა მაგრამ თუ ასე გაგრძელდა შეიძლება იქაც გავიმარჯვოთ და იქაც მე რაღაც ახალი ქართული ერესი მოიგონოთ თუმცა არ მინდა ახლა ამის დრო არ არის მაგრამ ძალიან ბევრი ასე თქვა თანამედროვე ქართული ერესებიც არსებობს ჯერ აღიარებული არ არის უბრალოდ მაგრამ ეკლესიაში მოიკიდა ძალიან ბევრმა სრულ სწავლებამ და დიდი მასშტაბით თუ მიიღო ამ სწავლებამ მე ნამდვილად გავხდებით ალბათ რაღაც გარკვეული ერესიარქები მოიწყმა დაგვიფარო შემოძვირფასებო და აი ეს დავიმახსოვროთ კარგად რომ ეს ყველაფერი ეკლესიის ღირსებაა და ქართველი ერი დაწინდული იყო პირველი საუკუნიდან ქრისტემზე არა სომხებივით ქრისტემდე არამედ ქრისტეზე ვართ ჩვენ დაწინდულები პირველი საუკუნიდან 21 საუკუნემდე და მანამდე სანამ არ მოვა იესო ქრისტე აი მერე გამოჩნდება გაბწყინდება თუ არა ივერია მერე გამოჩნდება როგორი მართლმადებლები ვარ ჩვენ რა ვიცით რა არ ვიცით გვეძინა დოყლაპიები ვიყავით თუ იმ დედა ეკლესიის წიაღში მოღვაწეობდით რომელმაც ყველაფერი იცის და ეს ყველაფერი ცოდნა არ არის მამაოში არ არის პატრიარქში არ არის ეპისკოპოსში არ არის რომელიმე ორგანიზაციაში არამედ არის ერთ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში მოდი ერთად ვაღიაროთ ჩვენი უმეცრება ერთმანეთი გავაღვიძოთ და დავიწყოთ ცოდნა სწავლა ვინმე შეიძლება იფიქროს ახლა რომ ამ საფხულში აგვისტოში მოუნდა მამაოს სწავლა ყოველთვის საჭიროა შემოძირფასება არ შეიძლება ახლა ჩვენ სკოლას მივბაზოთ რომ ახლა როცა ჩამოვას უკოლა მე დავიწყოთ სწავლა არა სწავლა 24 საათის განმავლობაში და არა სიბერემდე როგორც კომუნისტები გვატყუებდნენ არამედ მარადიული პროცესია სწავლება ადამიანი რო გარდაიცვლება მერეც გრძელდება სწავლება შემეცნება რომელიც მასზე გადმოდის ანგელოზებიდან რა თქმა უნდა უფრიდან ანგელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს ასევე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ საპატიო სტუმრები გვყავთ შემოკარგება მინდა ჩვენი სტუმრები დავლოცო ტელეკომპანია ობიექტივიდან შემიძლია თამამად თქვა რომ ეს არის საპატრიარქოს მსგავსი ეროვნული ტელევიზია თუ თქვენ უსმენთ ამ ტელევიზიას იქიდან ყოველთვის ეროვნული სულისკვეთება მოდის ერთ-ერთი მისი ნათელი წარმომადგენელი ბრძანდება გიორგი დარასელია მას აქვს რელიგიური საათი კვირაში ერთხელ სამშაბათობით და გიორგი დარასელიას და ამ ტელეკომპანიის წყალობით სასულიერო პირებს გვეძლევა საშუალება ღვთის სიტყვა ვიქადაგოთ რომ ამდენი უმეცარი აღარ იყოს საქართველოში და რომ ქართველები მართლმადიდებელი ქართველები მუსლიმანები რომ აღარ გახდნენ ღმერთმა ეს ტელეკომპანია გაახაროს და აი ამ კურსით გააგრძელოს ღვთის სიტყვის ქადაგება და ერის სამსახურში ყოფნა ღმერთმა გაგახაროთ დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს რომ ჩვენ უმეცრებს გვაძლევს სწავლების და განსწავლის საშუალებას ჩვენთან არის ღმერთი